აბა გისმენთ, აქ რისთვის მოხვიდით სალაპარაკოდ? 2 წუთი გაქვთ. ფლორიდა, მიდი, რაღაც უცნაურია ბიჭის ოთახში რომ ვარ. სხვათა შორის მაგარი ოთახია და კარგი სუნია. ჯასტინ, აქ იმიტომ მოვედი, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრა. თუ აქ შეგზრომებზე სალაპარაკოდ მოხვედი, შემიძლია პირდაპირ გითხრა, რომ ახლა სერენასთან ვარ. ძალიან მიხარია, მაგრამ აქ სერენაზე სასაუბროდ არ მოსულვარ, გვენზე უნდა დაგელაპარაკო. ფლორიდა, მალე. გოგოებო, წყნარად, ეგეთი ადვილი არ არის. კარგი, დასხედით. მადლობა, როგორც ჩანს, ჯენტლმენი ისევ ხარ. კარგი, 1 წუთი გავიდა, კიდე 1 დარჩა, გისმენ. ფლორიდა, ჯასტინ, შენს დას გვენს აქვს რაღაც დღიური. ის დღიური ხომ მოპარო როცადე. ხო, მაგრამ მომისმინე, მაგას მტკიცებულება აქვს. ხო, და ძალიან მჭირდება. ხო, მტკიცებულება არის, რომ გვენი არის ის, ვინც ვანესა გაანადგურა. ხო, მაგრამ ვიღაც ვამპირის მონადირე დაადანაშაულა და ყველამ დაუჯერა. ვიცით, რომ ძალიან რთულია ამის გაგება, მაგრამ სიმართლეა. და ამას რატო გააკეთებდა? ვანესა მისი საუკეთესო მეგობარი იყო. კი, მართალია, მაგრამ გვენს უნდოდა, რომ მისი თილის მა აეღო. ხო, და აი ასე გახდა გვენი ყველაზე ძლიერი სკოლაში და მაგამდე ვანესა იყო, არა ყველაზე ძლიერი. და ეს ყველაფერი საიდან იცით? და ახლა მტკიცებულება გჭირდება, რომ ყველას უთხრათ, როგორ რაღაცეებს აკეთებს გვენი. ჯასტინ, დაგვეხმარები, რომ გამოვაშკარაოთ? მოიცა, ესე იგი ძალა ასე მიიღო. მე მეგონა ვანესა მოჩუქა. ხო, აბარა, აჩუქა. ეს ყველაფერი თუ სიმართლე აღმოჩნდა, გვინს ჩემდას აღარ დაუძახებ. გვენის დღიური უნდა ავიღოთ და შემდეგ წაკითხვას შევძლებთ. ხო, ფლორიდამ ბებიას ბეჭედი აიღო. და ამ ბეჭდის დახმარებით წესით ყველაფერს დავინახავ დღიურში. გვენმა რაც ოდესმე დაწერა და ვანესას რა დაემართა. ყველაფერი. გოგოებო, კარგი დაგეხმარებთ, მაგრამ არ მგონია ეს ბეჭედი საკმარისი აღმოჩნდეს. მადლობა, ჯასტინ. ვცდით მაინც. ხო, და იმედია გამოგვივა. მადლობა, რომ დაგვიჯერე. ფლორიდა, მოიცადე. ხო, რა იყო? ჩემი საწოლის გვერდით შენი ფოტო მიდევს, ხო საყვარლობაა? და სერენასი რატომ არა? მაგრამ მესმის გვენი გაძალებს, რომ მასთან ერთად იყო, ხო? ეგრეც ვიცოდი. გვემა დაკარგა ჩემზე ძალაუფლება, ყველაფრის გამო რაც მითხარით. სწორი გადაწყვეტილებაა, ჯასტინ. აქ რა ხდება? რატომ მოაწყოთ აქ გოგოების შეკრება? ხო, ყველა აქ რატო არიან? გამარჯობა, ჯილ. მოიცა, მეგონა მათთან ურთიერთობა აღარ გქონდა. გოგოები აქ საჭირო საქმეზე იყვნენ. კარგი, სკოლაში გნახავთ, დაგეხმარებით. მადლობა, ჯასტინ, სკოლაში გნახავთ. ბიჭებო, შეიძლება? ხო, რა თქმა უნდა, ახლავე. ყველა ასე რატომ იყურებთ? ნეტა რატომ? ჯასტინ, ხო, ეს ფლორიდა და დღეიდან ისევ ასე იქნება. აბა ჯასტინ, გისმენთ, მოყევი რა მოხდა? მოიცა, რაღაც ვერ გავიგე, შენ და სერინა ერთად ხართ, მაგრამ ოთახში მაინც ფლორიდას ფოტო კიდევს. ხო, ვერც მე გავიგე, გინდა რომ ორივესთან ერთად იყო ურთიერთობაში. მე და სერინა მოურჩით, მე აგიხსნით ყველაფერს. მოიცა, შემიძლია რომ ჯილი ისევ მომწონდეს. მოგვიანებით. კარგი, ჩემთვის ეგეც კარგია. ნერდებო, მომისმინეთ, არ მჭირდება თქვენი საწყალი თვალები. კარგი, მე რო ხვდები ასე რატო გველაპარაკები? ხო, ჩვენ უბრალოდ შენი პარკში დაბადიჟება გვინდოდა. თან ატრაქციონების ბილეთები გვაქვს, უფასოდ. გირჩენიათ ლილი დაპატიჟოთ, უფასო ყველაფერი უყვარს. ძალიან უხეში ხარ. ჩვენ მხოლოდ კარგი გვინდოდა. ხო და იდექი ახლა სულ მარტო, სხვა არავის არ მომუნდება შენთან ლაპარაკი. ნერდებო, დაიკარგეთ. ლილი, დავიღალე შენი აქ ყოფით. ნერდებთან წადი, ჩემი ბიჭები მალე მოვლენ. ლილის ვერავინ ეტყვის სად იყოს. სადაც გინდა იქ ოღონდ აქ არა, არ მინახავ ხმა რამე იფიქროს. აი თურმე რისი გეშინია, ნუ ნერვიულობ, შენთვის ისედაც ზედმეტად კარგი ვარ. გონი პირიქით არის. ძალიან ზედმეტი ხარ, მოსიარულე პრობლემა. ურუს, აბა ეგ კიდევ ერთხელ დამიძახე. ნორა! გოგოებო, ძალიან ნერვიულობ, იმედი მაქვს ის შელოცვა გაამართლებს. ხო, მეც ნერვიულობ, მაგრამ გონი გოგოები კარგად იქნებიან. მეც 1 წუთითაც ვეღარ ავიტან გვენს, როგორ უყვარს თავის თავი. რობერტ, ყველა მე მიყურებს? ხო, გვენ, ყველა შენ გიყურებს. ძალიან კარგი ეგრეც უნდა იყოს. გვენ, ჯასტინი ხომ არ გინახავ, სკოლაში რატომ არ არის? სერენა 1 წუთით დააცადე, ძალიან აღიზიანებ. რა? გვენ, მე შენი მეგობარი ვარ. მეც მესმის, იმიტომ რომ ჯასტინის სახელი უკვე 10 ჯერ გავიგე. და სხვათა შორის, ბიჭები ხომ არ გინახავთ? არა, მაგრამ ალბათ მალე მოვლენ. გოგოებო, გინდათ პარკში წამოხვიდეთ ჩვენთან ერთად. ხო, უფასო ბილეთები გვაქვს. სხვა დროს იყოს.
გოგოებო, გამოვიდა? გაამართლა შელოცვამ? ჯასტინს ველაპარაკეთ. ყველაფერი კარგადაა, გოგოებო, იღბალი ჩვენს მხარეზეა. ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება. გვენს ზედმეტები მოსდის, თავი ძალიან უყვარს. ხო, და გონია რომ ყველანაირი ყურადღების ცენტრია. ძალიან მალე მაგ ყურადღებას მიიღებს. ოღონდ ისე არა როგორც ელოდა. გოგოებო, დიდი დრო არ დარჩა იქამდე სანამ ყველას ვეტყვით სიმართლეს. გვენ შენი სახელი გავიგე. უკაცრავად ჩემს სახელს რატომ იყენებთ? გვენ არა, არ გინდა. რობერტ დაწყნარდი, უბრალოდ მინდა რომ ჩემი სახელი ამ არც ერთმა ლუზერმა არ ახსენოს. გოგოებო, გვენის სახელი მარტო მაშინ უნდა ახსენოთ, როცა საშინელი კოშმარი მოგინდებათ. რა, შენი უნდა ეშინოდეთ? არ მინდა რომ ჩემი ეშინოდეთ, მინდა რომ ვუყვარდე. ხო, მაშინ უყვარ ხარ. მოდი აქედან წავიდეთ. არა, ეგ ჩვენ კი არ უნდა წავიდეთ, ისინი უნდა წავიდნენ. კარგი, მგონი ჯობია წავიდეთ. არა, არსადაც არ წავალთ. კარგი, ჯილ, დაწყნარდი, დრო უნდა მოვიგოთ. და ყურადღება არ უნდა მივიქციოთ. მართალია, თან მალე ინანებენ, მაშინ ინანებენ, როცა სიმართლეს ვიტყვით. ხო, ჯასტინი იმედს არ გაგვიცრუებს. შეუცვა მიმოქმედა, რა პრობლემაა? აქ საშინელი სუნია, მოდი წავიდეთ. ჯასტინ, ახლა გვეტყვი, გოგოებთან რაც მოხდა. მეგობრებო, ყველაფერს გეტყვით, უბრალოდ მერე. ჯასტინ, ეს არ არის მაგარი, მეგობრები ვართ ბოლოს და ბოლოს და ერთმანეთს რაღაცებს არ უნდა უმალავდეთ. ხო, გითხარით, ყველაფერს გეტყვით, უბრალოდ ახლა არა. ესე იგი ასია, ხო? და ჩვენ რა ვიცით, რომ სიმართლეს იძახით და რამე თამაშს არ თამაშობ. მეგობრებო, გებიცებით, მართლა ყველაფერს გეუბნებით ხოლმე, უბრალოდ ეს პირადულია. მოდი, შენ თავს მოусმინე, რა პირადულ საკითხზე შეიძლება მათთან გესაუბრო. ჯასტინ, ჩემი აზრით რაღაც მნიშვნელოვანს არ გვეუბნები. მეგობრებო, გვირდებით, რომ ყველაფერს გეტყვით, უბრალოდ ახლა ეს საქმე არ გიხებათ. კარგი, შენი გადასაწყვეტია, მაგრამ ფრთხილად იყავ, ეს მეგობრობა არ დამთავრდეს. კარგი, ხო, წავიდეთ. გრეის, კითხვა მაქვს, დღეს მარტო ჩვენ რატომ ვართ კლასში? დანარჩენები სად არიან? მარტო ჩვენ უნდა ვიყოთ? ხო, ფლორიდა, ელისი, ჯილი სად არიან? თუ განსაკუთრებულები არიან? ხო, თქვენი ქალიშვილები არიან. რაც აქ მუშაობა დაიწყეთ, ყველაფერი უარესდება. თქვენი აზრი არ მიკითხავს, არც ერთის. გვენ, მითხარი, რა პრობლემა გაქვს ჩემს ქალიშვილებთან? თქვენი ქალიშვილები არიან პრობლემა. ისევ დაიწყეს. გვენ მესმის თინეიჯერობა, მეც ვიყავი გამომივლია, მაგრამ ჩემს ქალიშვილებს თავი დაანებე. თორემ რა? გვენ რა გჭირს, მასწავლებელია. ის მასწავლებელია და მე გვენი ვარ. გირჩევ, რომ ჩემთან საქმე არ გაიფუჭო. ეს დაინახეთ? მასწავლებელთან კამათი კარგი აზრი არ არის. ბოდიში დაგვიანდა. კარგი, ყველა მოვიდა, დავიწყოთ. დღეს ტესტი გვექნება. ელის, რა? მე მეჩვენება თუ აქ რაღაც არ არის რიგზე. ხო, გვენი და მისი მეგობრები არ არიან ბედნიერები. გვენ, ნუ საუბრობ. გვენ დაწყნარდი, დამიჯერე, მასწავლებელთან არ გინდა. ვერ გაიგე გვენ? გონი დედამ გადაწყვიტა რომ ჩაერიოს. ხო, ეს კარგი არ არის. ფლორიდა, ელის, ჯილ, თქვენს გაჩუმდით. გოგოებო, გვეყოფა, დედა ცუდ ხასიათზეა დღეს. რამე მოხდა, რომ წამოვედით? რა ვიცი, კარგ ხასიათზე იყო, ახლა რა სჭირს? მგონი ეგ ვიღაცამ შეცვალა. ცოტა ჩუმად. ურუს შენზე საჩივარი შემოვიდა. საჩივრები, ჩემზე? ხო, დირექტორისგან. რატომ, ის გამო? გოგოს გულის გატეხვისთვის. მაშინ გასაგებია, ალბათ ლილიმ შეავსო. არა, ლილი არ ყოფილა. კარგი, მე რო ხვდები ჩემგან რა გინდა, საერთოდ სიმართლეს მეუბნები. კარგი, რა მნიშვნელობა აქვს? კიდევ ერთიც და შარში იქნები. ღმერთო, მიხსენი კარენისგან, თორემ მალე გავგვიჟდები. რა მოხდა? ჯასტინ, ხო კარგად ხარ? გონი დღეს ვარჯიშზე ვერ წამოვალ. რა, რატომ? რაღაც მუცელი ამტკივდა. ურუსის ლიმონადის გამო ხო არა? არა, ძალიან მტკივა. კარგი, რა მეგობარო, ასე ნუ გვაშინებ, არ მომწონს. იმ გოგოებმა ხო არ გაუკეთეს რამე, მანამდე მის ოთახში იყვნენ. ჯასტინ, გითხარი რა მოხდა? არა, ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ მუცელი მტკივა. ჯასტინ, ხო იცი, რამე სერიოზული თუ ხდება, ჩვენ აუცილებლად უნდა გვითხრა. რაზე ლაპარაკობდი მაშინ ოთახში გოგოებთან ერთად?
ხო, ეგ მეც მაინტერესებს, იმიტომ რომ პირობადობდეთ, რომ აღარ დაველაპარაკებოდით. მერე კიდევ უეცრად შენ ოთახში ჩდებია. შენი მეგობრებისგან საიდუმლოებებს ინახავ? არა, მეგობრებო, არაფერს არ გიმალავთ, უბრალოდ ვარჯიშზე ჩემ გარეშე წადით. რას მიყურებთ, წადით. კარგი, მაგრამ ვარჯიშის მერე ყველაფერს მოგვიყვები. ო, მალე ყველაფერს გაიგებთ. იმედია ფლორიდამ სიმართლე მითხრა. აი აქ არის გვინის დღიური. ცარიელია. ჯასტინ. ძმაო, აქ რას აკეთებ? შენთან ლაპარაკი მინდოდა. საუბარი? რაზე? მიდი, გისმენ. მინდოდა სერენაზე გველაპარაკა. მიდი, ილაპარაკე სერენაზე. ჯასტინ, გინდა რომ შეყვარებულები ვიყავთ? გვენთან საუბარი არ არის საჭირო, მეც მინდა. გვინ, მოდი სხვა დროს ვილაპარაკოთ, მოგვიანებით. ჯასტინ, დღიური. ეს დღიურია? თავს ნუ ისულელებ, ვითომ არ იცოდი. არა, მეგონა ეს რეცეპტების წიგნი იყო და მინდოდა რამე საჭმელი გამეგეთებინა. კარგი, კარგად. დაგ, ჩემ გარეშე აღარასდროს შემოხვიდე. ხო, კარგი. ჯასტინ, მოიცადე, რაზე გინდოდა საუბარი? ლამაზი ქუდია სერენა. გვენ! რაღაც არასწორია, ჯერის გოგოები და ახლა ჩემი საკუთარი ძმა? გვენ, გაბრაზებული რატომ ხარ? ხომ გითხრა რომ ჰაერია. გაგიჟდი, გვენ, რა თუნდა შენ ძმას შენი დღიური? ფლორიდა და მისი დები ზედმეტად ცნობის მოყვარეები არიან. დამღალეს უკვე. გვენ, ეგ რას ნიშნავს? არა, გვენ, მართალი ხარ, იქ უნდა გავგზავნოთ, საიდანაც მოვიდნენ საერთოდ. ხო, და რაც მალე მით უკეთესი, ამაზე ცუდი შეგრძნება მაქვს. გეთანხმები, გვენ, არ მინდა რომ ის უაზრო გოგო ჩადგეს მე და ჯასტინ შორის. არ ინერვიულოთ გოგოებო, გვენი ამას გაუმკლავდება. ამ ვამპირებს დააბრუნებთ იქ, საიდანაც მოვიდნენ. ჩვენ შენთან ვართ, გვენ. გოგოებო, რაღაცას არ მეუბნებით, იქნებ რამე მაინც მითხრათ. დედა, შენი დახმარება არ გუჭირდება გვენთან გასამკლავებლად. ხო, ჩვენთაც გაუმკლავდებით, უბრალოდ მეტი დრო გჭირდება. არ გვინდა რომ ხალხმა იფიქროს, რომ ზედმეტად სუსტები ვართ ამისთვის. ხო, დავინახე უკვე თქვენი პროგრესი და როგორც მოიქეცით. გოგოებო, დედა თქვენს მოусმინეთ. სიმართლეს გეუბნებით. მგონი აქ გვიანობამდე მოგვიწევს ყოფნა, არა? დედა რაც შეიძლება მალე უნდა გავიდეს. მალე ჯასტინი მოვა. და მე რა ვქნათ? გეუბნებით რომ გვენისგან თავი შორს დაიჭირეთ და თუ თქვენი თავიდან ერთი თმა მაინც ჩამოვარდება, ჩემთან ექნება საქმე. კარგი დედა, გავიგეთ, გვენი ახლა ჩვენთვის მკვდარია უკვე, დამთავრდა. კარგი და ახლა დედა თქვენი ვახშემს გააკეთებს. 9 საათში გელოდებით, იცოდეთ. ძლივს, მეგონა არასდროს დამთავრდებოდა. გოგოებო, ჯასტინი სად არის? იქნებ გადაიფიქრა. ხო, შესაძლებელია, გვიანია და არ სადარჩანს. იქნებ გვენს უთხრა უკვე ყველაფერი, არ ამგონია. მაგ ადამიანზე დარწმუნებული არ ვარ, ძალიან ადვილი იყო მისი დარწმუნება. ბოდიში ჯილ, მაგრამ სხვა გამოსავალი ნამდვილად არ გვაქვს. კარგი, ჯასტინს დაველოდოთ, თუ არ მოიტანს გვენის დღიურს, მაშინ უკვე შარში ვიქნებით. ყველა მხრიდან პრობლემაა. შეგვიძლია ერთხელ დავისვენოთ? გოგოებო, მოიცადეთ, დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება. მეც ეგრე მგონია. დედა, რა? გოგოებო, მე ვარ ჯასტინი. შემოდი და კარი დახურე. მოიტანე? არა. ფლორიდა როგორც ჩანს, ჯასტინმა იმედები გაგიცრუა. ვიყავი გვენის ოთახში და მისი დღურის მეჯირა, მაგრამ ოთახში შემოვიდა. ყოჩაღ ჯასტინ, რა ლუზერია. ჯილ, დაწყნარდი, ჩვენც ვერ მოვახერხეთ მოპარვა, არ გახსოვს? არ მესმის. საიდან იცის ხოლმე? არ ვიცი, შეიძლება იცოდა, ან გაუმართლა, სუსტად მაშინ დამიჭირა, როცა ოთახიდან გავდიოდი. გასაგებია, რაღაც სხვა უნდა მოვიფიქროთ იმისთვის, რომ გვენის დღიური მოვიპაროთ. ახლა შენც დღიურში უნდა დაწერო? ელის, აქამდე ვერ მიეჩვიე? ყოველ ღამე ერთი და იგივე. ფლორიდა, მართლა გაქვს ბეჭედი, რომელიც დღიურის გადახვაში დაგვეხმარება? ხო, ბებია ჩემისა.
იმიტომ გეუბნები, რომ მე რო გავხსენი დღიური ცარიელი იყო. იმედი მაქვს ჩემი გჯერა ჯასტინ, რაღაც მიზეზი არსებობს, რატომაც ასე ძალიან იცავს გვენი თავის დღიურს. ხო, მართალია. ვინ გახდა საერთოდ ჩემი და მალე გავიგებთ. ძვირფასო დღიურო, მე-14 დღე. დღეს ჯასტინმა ვერ მოიპარა გვენის დღიური, მაგრამ აუცილებლად ვიპოვით მტკიცებულებას, რომ გვენია ის ადამიანი, რომელმაც ვანესა გაანადგურა.